ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრა ქვეყანას, საქართველოს, უამრავი განსაცდელი დასტყდომია თავს. მაგრამ ქრისტიანობისადმი ერთგულებით გამორჩეულ ერს ღვთისიმედი მუდამ ჰქონდა და ასეა ახლაც. ხახულის ღვთისმშობლის ხატი ერთ-ერთი გამორჩეული ხატია საქართველოს ხატებს შორის. უნდა ითქვას, რომ იგი თავედი ხატია და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკავა, უკავია და კვლავაც დაიკავებს მომავალში საქართველოს ცხოვრებაში. ჯერ თუნდაც ის ფაქტი, რომ სწორედ მასზე საქართველოს მეფენი ზრუნავდნენ. ხახულის ხატის შექმნა დაკავშირებულია დავით კურაპალატის სახელთან, რადგან მან აღაშენა ხახულის ტაძარი და ცხადია, ტრადიციის მიხედვით მასვე უნდა შეემკვა ყოვლითა სამკაულითა. სწორედ მისი ცენტრალური ნაწილი მე-10 საუკუნეს განეკუთვნება, რომლის მხოლოდ სახე და ხელებია გადარჩენილი. სახე და ხელები ტიხრული მინანქრისაგან არის დამზადებული და იგი თავისი ზომით დღემდე შემორჩენილ ტიხრულ მინანქრებს შორის ყველაზე დიდი ზომის გაახლავთ. დანარჩენი ნაწილი სავარაუდოდ მოჭედილი უნდა ყოფილიყო და ჩვენამდე არ მოაღწია, რადგან 1859 წელს გელათში ყოფნის დროს ეს ხატი საგანგებოდ გაიძარცვა და სახე და ხელები მოხვდა ბოდკინის კოლექციაში. იგი 1923 წელს ჩამოიტანა ბატონმა შალვა ამირანაშვილმა და ხატზე დამაგრდა მხოლოდ 1952 წელს, რადგან თვითონ კარედი ხატი 1952 წლამდე ინახებოდა გელათის მონასტერში. 1952 წელს გელათის საგანძური ხატთან ერთად გადმოვიდა ხელოვნების მუზეუმში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის კალისტრატე ცინცაძის ლოცვა კურთხევით და როდესაც მუზეუმში გადმოვიდა, მაშინ საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების კოლექციაში დაცული რუსეთიდან დაბრუნებული სახე და ხელები ღვთისმშობლისა დამაგრდა ხატზე და მასში ჩასმული გვიანი ხანის მე-19 საუკუნის მოჭედილობიანი ხატი განთავსდა ხელოვნების მუზეუმის საგანძურში. ქართული წერილობითი წყაროების თანახმად ხახულის ღვთისმშობლის ხატი დაწერა ლუკა მახარებელმა იმ საღებავებით, რომელიც გახსნილი იყო ღვთისმშობლის რძეში, რომელსაც იგი მაცხოვარს აწოვებდა. ამიტომ მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად გაზრდილი და განსაკუთრებული გახლდათ. ეს ხატი დაძველებული უნახავს დავით აღმაშენებელს მე-12 საუკუნეში, რის გამოც ხატი გადმოასვენა ხახულიდან გელათში და ქუთაისში. სწორედ ამ ხატს მან აუგო ტაძარი. ამის შესახებ, რომ დავით აღმაშენებელმა ხახულის ხატს ტაძარი აუგო, ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი. იგი პირდაპირ წერს, რომ დავითმა გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი სპეციალურად ხახულის ხატისათვის აღაშენაო. და ეს ცნობა კვლავ გვხვდება თვითონ ხატის საქტიტორო წარწერაში, რომელიც განაწილებულია ორივე ფრთის ქვედა ნაწილზე, კერძოდ ის მარცხენა ფრთის ქვედა ნაწილზე მოხსენიებულია დავით აღმაშენებელი, რომელიც არის შთამომავალი წინასწარმეტყველ დავითისა, იგი ასეა გაცხადებული წერილობით წყაროში და მან ამ ხატს შესწირა ნიფთნი ტაძრით ურთ. ესე იგი, აქ ხაზს უსვამს დავითი, რომ ნივთი და ტაძარი უწყდა ხატს. სამაგიეროდ დავით აღმაშენებლის ანდერძში დაცულია ცნობა, იგი თავის ძეს დემეტრე პირველს ეუბნება, რომ ჩემნი ლალნი და თვალმარგალიტნი ხახულისა ღვთისმშობლისა ჩემი წირავს. ესე იგი, მთელი თავისი საჭურჭლე, რაც მას ჰქონდა, ხახულის ღვთისმშობელს შეწირა. თავისი შემკობის მხრივ ზომით და მხატვრული გადაწყვეტით ხახულის ხატის ადგილი ცილდება მსოფლიო ქართული ხელოვნების საზღვრებს და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიო კულტურის საგანძურში. ეს არის ყველაზე დიდი ჭედური ხატი, რაც კი დღემდე მოღწეულა და ამავე დროს მისი ყველა კუთხე-კულჭული, როგორც თავიდან მოგახსენეთ, თავიდან ბოლომდე საგანგებოდ მთელი გულმოდგინებით არის მოჭედილი.
ქართულ ნიადაგზე, ქართულ საწყისზე და ნათლად გვიჩვენებს ამ პერიოდის უკვე ძლიერი საქართველოს საერთო იერსახეს. ხახულის ხატი გარდა მხატვრული გადაწყვეტისა მეფეთათვის უნიშნულოვანესი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ყოველი ლაშქრობაში წასვლის წინ ხაზს მიახლებოდნენ და ლაშქრობიდან მიღებულ ნადავლსაც განსაკუთრებულს საპატიოს ხატს წირავდნენ. მაგალითად ლაშა გიორგის მემატიანეს ცნობის მიხედვით მემატიანე ცნობას გვაწვდის, რომ დავით აღმაშენებელმა როდესაც მოიგო დიდგორის ბრძოლა, მან ხალიფას მანიაკი ხახულის ხატს შესწირა. ხოლო თამარ მეფემ, როდესაც მოიგო შამქორის ბრძოლა, ხალიფას დროშა ხახულის ხატს შესწირა. სამწუხაროდ არც ერთმა ჩვენამდე არ მოაღწია და ერთი რამ ფაქტია, რომ 1904 წლამდე ხატზე მიმაგრებული იყო გიორგი მესამის პირადი ბეჭედი. სამწუხაროდ 1904 წელს ხატი გაიძარცვა და ეს ბეჭედი დაიკარგა. ხატზე ასევე სხვა მეფეთა შენაწირები იყო ლურსმნებით ჩამობმული და მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე იგი ძარცვის მთავარი ობიექტი გახლდათ რუსეთის წარმომადგენლებისთვის და სამწუხაროდ იმ დიდარმა საგანძურმა, რომელთაც ასე იყო ხატი გადატვირთული, ჩვენამდე ვერ მოაღწია და ის გარდა შენაწირის დატვირთვისა, უდაოდ დიდ ისტორიულ მასალას წარმოადგენდა ქართული კულტურისა და მისი ისტორიისათვის. ქართველ მეფეთა და კათალიკოსთა ღვაწლი ხატისადმი ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ამ მხრივ შეიძლება საგანგებოდ არ იქნეს აღნიშნული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილიამ მეორის ღვაწლი, რომელმაც საქართველოს მთლიანობისთვის ხატს საგანგებო ლოცვა მოართვა და იგი შეამკო განსაკუთრებით მდიდარი, ესე იგი ძვირფასი საჩუქრით. ეს არის ყელსაბამი, საკმაოდ მსხვილი ძეწყვი თავისი საკიდით, რომელიც წარმოადგენს ბრილიანტებით შემკულ რტოს და მოგეხსენებათ, მას აქვს ისეთი დატვირთვა თვითონ უწმინდესისავე განმარტებით რტო, რომელიც მიართვა გაბრიელ მთავარანგელოზმა ხარების დროს ღვთისმშობელს. ამ შემთხვევაში ხახულის ხატს, რომელსაც არ ქონდა მანამდე ბრილიანტები, იმიტომ რომ ხახულის ხატი შემკულია ძირითადად ძოწებით, ლალი, ზურმუხტი, საფირონი და დიდი რაოდენობის მარგალიტები. ამ პერიოდში მე-12 საუკუნეში არ გამოიყენება ბრილიანტი, ამიტომ ჩვენ აქ ბრილიანტები არ გვხვდება. დღეს უკვე ხახულის ხატი შემკულია ბრილიანტის ძვირფასი სამკაულით, რტოთი, რომელიცაც აქვს უდაოდ ესეთი განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა, რტო, რომელიც მთავარანგელოზ გაბრიელმა მიართვა ღვთისმშობელს. გარდა ამ სამკაულისა, ხახულის ხატს შემოწირა უწმიდესმა დოქი ვენეციური მინისა მოხატული ვერცხლის თავსახურით, რომელზედაც ყელით, ყურითა და სამსახურით, რომელზედაც გამოსახულია წეროს სკულპტურული ფიგურა. და იგი მე-19 საუკუნის განეკუთვნება, განსაკუთრებული მხატვრული დატვირთვა აქვს თავისი ეპოქის. ასე რომ დღესაც განსაკუთრებით გამდიდრდა ხახულის ღვთისმშობლის კარედი ხატი. ჰოი დიდებულო ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელო, შეავედრე ერი ჩვენი და მამული ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა მოგვანიჭოს მშვიდობა, სიწმინდე, ცოდვათა ჩვენთა შენდობა, ეკლესიის განმტკიცება, საქართველოს მთლიანობა და ყოველთა აქა მკვიდრთა ერწულოვნება, სადიდებელად ღვთისა და კეთილდღეობად ქვეყანისა ჩვენისა. მიიღე ესეკნინი შესაწირი ჩვენი. მოკრძალებითა და სიყვარულით ილია მეორე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.